ამ წუთებში განცხადება კეთდება ლელოში ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზებთ. ვთქვით ამორარიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, ასევე მათი თანხლები დოკუმენტები მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოდ. ამ თავრობის ეგრეთ წოდებული მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მეგობრებო, ეს განცხადება და ეს ამონარიდი არის მთავრობის დადგენილებიდან, რომლითაც სასწრაფო წესით, მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეებში გამოიწვია ბუნებრივი აღშფოთება და საყოველთაო ინტერესი არაბული ქალაქების მშენებლობამ კრწანისსა და გონიოში, მთავრობამ სახელდახელოდ, საგანგებოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ საიდუმლო გრიფი, კომერციული საიდუმლოს გრიფი დაედო Eagle Hills ჯორჯიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. ანუ თქვენი საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქართული მიწა 9 მილიონი კვადრატული მეტრი სხვისდება ისე რომ მას ამ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მთავრობა არ ახდენს და არ ახორციელებს. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა პირდაპირ ვიტყვი ის, რასაც ეხლა აკეთებს ხელისუფლება. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სრული სამართლებრივი აბსურდი, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია იმას თუ რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება. რას უნდა მოიცავდეს? ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, არის ის, რომ კომერციული საიდუმლოება უდგება ისეთ საკითხებს, რომლის გასაჯაროებებად შეიძლება კონკურენტული უპირატესობა დააკარგვინოს რამე კონკრეტულ პროექტს. ძვირფასო მეგობრებო, დარწივათ რომ გესმოდეთ. ამ დადგენილებით მშენებლობის კონტრაქტი გააჩერეს. მშენებლობის კონტრაქტს დაადეს გრიფით საიდუმლო. ანუ არ გეუბნებიან მშენებლობის კონტრაქტი რისგან შედგება. ანუ რა ვიცი, ბეტონია ჯადოსნური ამის რა წერია იმის შიგნით ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც გამოიწვევს კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა Eagle Hills ჯორჯიასთვის, აბსოლუტურად გაუგებარია, სრული ნონსენსია და სრული ტყუილია. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა, გამომდინარე იმ ქცევიდან, როგორც იქცევა ხელისუფლება. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, შეხედეთ, კიდევ ერთხელ გავმეორდეთ. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები 600 მილიონი დოლარის ღირებულების 9 მილიონ კვადრატული მეტრის მიწას რაღაცა კომპანიაში რომ დებენ დანარჩენი ფული მესამედ წილად ამ კომპანიის დანარჩენი 2/3 შესაბამისი ინვესტიცია გვაჩვენო რომ არსებობს. გაუთავებლად გვესმის 6 მილიარდზე ლაპარაკი. არავითარი 6 მილიარდი ბუნებაში არ არსებობს, თუ საწესდებო კაპიტალში მინიმუმ 1,2 მილიონი არ აქვს ჩადებული არაბულ მხარეს. იმის შესაბამისი, რაც 1/3-ში ჩადო ქართულმა მხარემ. 600 მილიონი დოლარის ღირებულების მიწა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ეხა, ეს არის ერთადერთი სწორი ქცევა, რომ გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია და თქვენთვის მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია და ეთქვათ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ჩვეულებრივ აფიორასთან, როგორც ამას ჩვენ უყურებთ, ჩვეულებრივ სქემასთან უძრავი ქონების დეველოპმენტის თუ რეალურად გაერთიანებული არაბეთის საიმიროებიდან შემოსულ ინვესტიციამდე. უდიდეს ეჭვებს იწვევს ამ კომპანიის ქცევა, აგრეთვე ჩვენ რომელიც კარგად შევისწავლეთ სერბეთში, რომელიც კარგად შევისწავლეთ ალბანეთში, რომელიც კარგად შევისწავლეთ სხვა ქვეყნებში აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის, სადაც ეს კომპანია ოპერირებს ზუსტად იგივე მოდელით, განსაკუთრებულად თვალსაჩინო სერბული მაგალითი, სადაც ფაქტიურად არავით ასარგებლოს დღეს მდგომარეობით სახელმწიფო არ ნახულობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. კომპანიაში, რომელზეც თან ნახეთ, რომ ჯერჯერობით 100 ლარია საწესდებო კაპიტალი. ჩვენი საერთო საქართველოს მოქალაქეების ქონება 9 მილიონი კვადრატული მეტრი იდება იმისთვის, რომ ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანებმა და ამ კონკრეტული ადამიანების უკან დიდი ალბათობით პირადად ბიძნევანიშვილის ინტერესები არის, გააკეთოს ფული, გააკეთოს ბევრი ფული, ისე რომ არც ერთმა საქართველოს მოქალაქემ და ქართულმა სახელმწიფომ არავითარი სარგებელი არ ნახოს. დღეს ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიც, პატრიოტული ინტერესებიც, სახელმწიფოებრივი ინტერესებიც. აი ეს აინტერესებს ქართულ ხალხს. არა ის რაღაცა კარგრეხილები, ტყუილების, სიბინძურის, რომელსაც ასაღებენ ჩვენ ეროვნულ იდენტობასთან. აი ეს
თქვენ უსმენთ თაზო დათუნაშვილის საგანგებო განცხადებას, რომელიც სწორედ მიემართებოდა ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმა ქართულმა ოცნებამ.